რატომ ვერ ვითარდები? კარგი კითხვაა ნამდვილად, რატო ვერ ვითარდები? არა იმიტომ, რომ სუსტი ხარ. არც იმიტომ, რომ არ შეგიძლია. იმიტომ, რომ ადამიანების რესურსი ამოუწურავია და თუ მოვინდომეთ ძალიან ბევრი რამის კეთება შეგვიძლია. აი, რაზეც ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია, ზუსტად შეიძლება ის პოტენციალი აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში, რომ ზუსტად ამის კეთება შეგვძლებია და შეგვიძლია რაღაც გარემოებებმა განაპირობეს და გვაიძულეს, რომ ის ჩვენში დაგვემარხა ღრმად ისე, რომ არც გაგვეხსენებინა, რომ რაღაცის შესაძლებლობა გვაქვს. შენ წინ დგას დაბრკოლებები, რომლებიც ჩუმად გაჩერებენ. პირველი არის სხვისი აზრი და შიში საკუთარ თავში. სხვის აზრს ითვალისწინებ, ვიღაცამ რომ არ მომიწონოს, ვიღაცამ რომ ტაში არ დამიკრას, ვიღაცამ რომ ხარი არ ამიბას და სხვისი აზრით მოქმედებთ, ამისთვის ვიღუპებით ზუსტად და ამისთვის ვერ ვაღწევთ წარმატებას. ვერც შვებას ვერ ავგრძნობთ საკუთარ თავში, ქაოსი გვაქვს მუდმივად. წარსულის ტკივილები, რაცა ბლოკავს ჩვენს ნაბიჯებს და ჩვენს წინსვლას. ეჭვი საკუთარ თავში. გადადება, ხვალე გავაკეთებ. ეგ გავაკეთებ, ერთი კვირის შემდეგ გავაკეთებ. და არის საფრთხეებით შესაბამისად. ყველაზე დიდი კი ის არის, რომ ნელ-ნელა ეჩვევი იმ ცხოვრებას, რომელიც არ გაბედნიერებს. მაგრამ ცხოვრობ იმისთვის, რომ სხვა რას იტყვის, რომ გავაკეთო, რომ დამხვდეს ბარიერები, როგორ გადავლახო. მე სხვას უსმენ და ჩემს აზრს არ ვითვალისწინებ, ჩემს გულის ხმას არ მივყვები. ამიტომ ყველაზე დიდი პრობლემა იქ დგას, სადაც იმ კონკრეტულ მომენტში დგეხარ და არ დგავ იმ ნაბიჯს იმისთვის, რომ წინ წახვიდე. და ცხოვრობ არაბედნიერ სამყაროში. და სულ არ გაბედნიერებს შენი ცხოვრება. და განვითარება იწყება მაშინ, როცა სიმართლეს თვალებში უყურებ. და გადაწყვეტ, აღარ გაქვს საკუთარი პოტენციალი და ამოწურე ყველა რესურსი და განვითარებისთვის გჭირდება ნაბიჯები, მაგრამ როგორ დაიწყო არ იცი. თუ მზად ხარ ბარიერების დანახვისთვის და მათი გადალახვისთვის, აუცილებლად დაიწყე დღეს და არ გადადო არასდროს არაფერი ხვალ. და სხვისი აზრზე სიარულს ბედნიერება არ მოაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს იმის, რომ გორ დაუყულან განუვითარებლად ადამიანები, რომ რას იტყვის ხალხი. და ამ დროს სიცარიელეს ივსებენ იმით, რომ ვიღაცის დასტური ჭირდებათ,